მას შემდეგ რაც ამერიკული ფარას, ანუ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ კანონპროექტის ქართული ანალოგი იურიდიულმა კომიტეტმა 3 მარტს პირველი მოსმენით მიიღო. დღეს უკვე პლენარულ სხდომაზე ეს კანონპროექტი 84 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი აი ამ შედეგით პირველი მოსმენით დამტკიცდა. შეიძლება ითქვას პირველი მოსმენით მიიღეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით მათ სიტყვით ზუსტად ტერმინოლოგიის დაცვითაც თარგმნეს ამერიკული ფარა, ანუ ეს კანონი და მიიჩნევენ, რომ არსებული კანონმდებლობა, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი, რომელიც მათ მიიღეს 2024 წლის გაზაფხულზე მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა და ზეწოლის ფონზე გაუქმდება, როგორც ცნობილია. 2023 წლის მარტში, როდესაც ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონს პირველად აინიცირებდა ქართული ოცნება, პარტიის მაშინდელი თავმჯდომარე, ახლა კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე აცხადებდა, ციტატა, ამერიკული კანონის სრული კატასტროფა, ასეთი კანონის მიღება საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. ახლა კი ქართულ ოცნებაში განსხვავებულად ფიქრობენ და მაინც მიიჩნევენ, რომ ამერიკული კანონი მართალია მკაცრია არსებულ კანონთან შედარებით, თუმცა მაინც სიმკაცრე მათი შეფასებით საჭიროა ქართულ რეალობაშიც და აპირებენ, რომ ამერიკული ფარა ქართულ სამართლებრივ ჩარჩოებს მოარგონ. მთავარი კითხვა ახლა, რას მოიცავს ამერიკული ფარას დედანი ვერსია, რატომ აცხადებენ უფლებადამცველები, რომ ეს კანონი დამტკიცების შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და რა არგუმენტები აქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებს. თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ფარა ძალაში ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წელს შევიდა და მიზნად ისახავდა ნაცისტურ პროპაგანდასთან ბრძოლას, პროპაგანდის გავრცელების ბრძოლას. მოგვიანებით 1966 წელს მხოლოდ სამოქალაქო სასჯელი, ანუ სამოქალაქო სახდელი ეკისრებოდათ უფლება ნებაყოფლობით რეგისტრაცია გამოიყენებოდა და სახდელი ეკისრებოდათ იმ პირებს, რომლებიც დაარღვევდნენ ფარას რეგულაციებს. ამერიკის იუსტიციის სამინისტრო მოგვიანებით ფარას ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომლებიც თაღლითობაში, ფულის გათეთრებაში, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებების განხორციელებაში, რაც შორის სანქციების არიდებაში მონაწილეობდნენ. საარჩევნო კამპანიის დროს უკანონო შემოწირულობასთან, მოსყიდვასთან, ტერორიზმთან და მტრულად განწყობილ უცხოურ ძალებთან თანამშრომლობდნენ. მათ შორის ამერიკაში ეს კანონი არ კრძალავს უცხოური ინტერესების ლობირებას ან რაიმე სხვა კონკრეტულ ქმედებას და მის გაცხადებულ მიზანს არ წარმოადგენს გამჭვირვალობის ხელშეწყობა ამერიკის საზოგადოებრივ აზრზე. პუნქტობრივად და მუხლობრივად ეს ამერიკული ფარა ქართულ ანალოგშიც არის ზუსტად გადმოტანილი. მათ შორის 10 მუხლი არის და პირველი მუხლი მოიცავს ტერმინებს, რომელთა შორისაც არის უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, უცხო ქვეყნის ხელისუფლება და კანონის დედანში ეს ტერმინები ასეა განმარტებული. პირველი, უცხოური პრინციპალი გულისხმობს უცხო ქვეყნის ხელისუფლებასა და უცხოურ პოლიტიკურ პარტიას, საპარტნიორო გაერთიანებას, ასოციაციას, კორპორაციას, ორგანიზაციას ან პირთა სხვა სახის გაერთიანებას, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით, ან რომელსაც საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყანაში აქვს. ხოლო უცხოური პრინციპალის აგენტი ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი დასაქმებული მოსამსახური ან ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის უფლებამოსილების მოთხოვნის ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად, ასევე პირს, რომლის ნებისმიერი საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად არის უცხოური პრინციპალის ზედამხედველობის ქვეშ. უფლებადამცველები ამ ნაწილს განმარტავენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლობას, რომლებიც საერთაშორისო წარმომადგენლები არიან საქართველოში. ცნობილია, რომ ქართული ოცნება ფარას მიხედვით ტერმინს უცხოური პრინციპალის აგენტი არ გაავრცელებს იმ პირებზე, რომლებიც კეთილსინდისიერ ახალი ამბების გამავრცელებლები იქნებიან. უცნობია, ვინ მოხვდებიან ამ სიაში, ეს არ დაუკონკრეტებიათ არც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე და არც პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ასევე მნიშვნელოვანი არის მერვე მუხლი, რომელიც მოიცავს კანონის აღსრულებას და ასევე სანქციებს იმ შემთხვევაში, თუ პირმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა აარიდა ამ კანონის აღსრულებას თავი. ქართული ოცნების მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად სასჯელი არის როგორც ფინანსური, ასევე სამართლებრივი. ფინანსური სასჯელის ნაწილში არის განსაზღვრული ჯარიმა 5-დან 10,000 დოლარამდე. ვალუტა, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები განმარტავენ, შეიცვლება და მოერგება ქართულ კანონმდებლობას, ხოლო თავისუფლების აღკვეთა მოიცავს 5 წლამდე პატიმრობას. ასევე ცნობილია, რომ მეათე მუხლის თანახმად ანგარიშვალდებულება პარლამენტისადმი ექნება
ანტიკორუფციულ ბიუროს და მისი უფლებამოსილება იქნება ამ კანონის აღსრულება, ასევე ტერმინოლოგიაში უკვე შესულია გარკვეული ცვლილებები, მაგალითად სახელმწიფო მდივნის ნაცვლად, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებშია, უფლებამოსილი ამ თანამდებობაზე იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. და პლენარული სხდომის განმავლობაში დღეს კითხვები დაისვა ძირითადად ხალხის ძალის წარმომადგენლების მხრიდან. ფრაქციის წარმომადგენლები სოზარ სუბარი და ეკა სეფაშვილი დაინტერესდნენ, როგორ იქნება მექანიზმები კანონის აღსასრულებლად და ვის შეეხება ეს კანონი დამტკიცების შემთხვევაში, მათ შორის ისინი ახსენებდნენ ფიზიკურ პირებს, მათ შორის იყვნენ მეცნიერები და სტუდენტები, რომლებიც უცხოურ გრანტებს იღებენ, მათ შორის სწავლა-განათლების მიღებასთან დაკავშირებით, როგორც არჩილ გოგდულაძემ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ყველა შემთხვევა იქნება ინდივიდუალური, თუმცა თუ პირი იქნება ჩართული აქტიურად პოლიტიკურ საქმიანობაში, ცხადია მას, როგორც ის აფასებს ამ პროცედურას ამერიკული კანონის შესაბამისად დაეკისრება როგორც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ისე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მხოლოდ ცნობილია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ოპერირებენ როგორც საერთაშორისო წარმომადგენლები საქართველოში, მათ შორის პარლამენტში იყო ნახსენები ღია საზოგადოების ფონდი, ამ კანონს დაექვემდებარება და მათ მოუწევთ კონკრეტულ რეესტრში რეგისტრაციის გავლა, რომელიც მოგვიანებით კანონის დამტკიცების შემდეგ შეიქმნება. უფლებადამცველები კი მიიჩნევენ, რომ ქართულ ოცნებას ამ კანონის მიღება სჭირდება არა რეალურად გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, არამედ საკუთარი რეპრესიული პოლიტიკის გასამტკიცებლად. ჩვენ ვისმენთ ახალი ადმინისტრაციის მიერ აჟღერებულ არაერთ ინფორმაციას, რომ მაგალითად ისეთი ორგანიზაციები, როგორც არის USAID, როგორც არის NEDI, აფინანსებდნენ ისეთ აქტივობებს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც პირდაპირ მტრულად იყო აღქმული ამ კონკრეტულ ქვეყნებში, იმიტომ რომ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იდეოლოგიის, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის იქნება დაფინანსება ხდებოდა, მათ შორის ჩვენ ხედავდით, რომ ჩვენს ქვეყანაში დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენჯერმე სცადეს გადატრიალების მოწყობაც კი ამ ეს ორგანიზაციები პირდაპირ ჩართულები იყვნენ და ახალისებდნენ ძალადობრივ აქციებს, ეს ადამიანები იყვნენ, რომლებიც მაგალითად იხდიდნენ იმ ჯარიმებს, რომლებიც გამოეწერებოდა შესაბამისად სამართალდარღვევებს, რომლებიც უხეშად არღვევდნენ კანონს. ყველაფერი აქედან გამომდინარე, ჩვენ საქართველოში უნდა გქონდეს ისეთი რეგულაცია და ისეთი შესაძლებლობები, რომ ერთი მხრივ თავიდან ავიცილოთ გარე ჩარევები და ამის პრევენცია მოვახდინოთ, ხოლო რა თანხების დაიხარჯება ჩვენს ქვეყანაში, ამისი საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი და ამ ყველაფერს კარგად აკეთებს ამერიკული კანონი. შესაბამისად, რადგანაც ეს ყველაფერი კარგად მოგვეტევს თან 10 წლებია უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ კაცრია ეს ამერიკული საკანონმდებლო სივრცე, კანონი ფარა, ჩვენ უნდა გქონდეს ქმედითი მექანიზმები და ამ ქმედითი მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა უნდა მოხდეს. რომ არ შეიძლება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობა ასე ჩვენ ავტომატურად ავიღოთ და გადმოვთარგმნოთ, შეუძლებელი არის რომ ნებისმიერი შეზღუდვა და აკრძალვა, ხო, მაგალითად რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი, ერთნაირად მუშაობდეს ყველა ქვეყანაში, აქ რა თქმა უნდა გააზრებული უნდა იყოს როგორი სამართლის სისტემა არსებობს თუ იმ ქვეყანაში, აქ გააზრებული უნდა იყოს როგორი ინსტიტუტები არსებობენ. ფარას მოქმედება ამერიკაში მინდა გითხრათ რომ ძალიან ვიწროდ განიმარტება, იქ არის სასამართლო, რომელიც ამას გამარტავს ძალიან ვიწროდ და იქ თავისუფლად ფუნქციონირებენ ორგანიზაციები და ეს კანონი იქ არ არის მიმართული იქითკენ რომ ესა თუ ის ორგანიზაცია გააჩუმოს, გააჩეროს და განსხვავებული აზრი, ასე ვთქვათ, არ გააჟღერებინოს. რეალურად ჩვენ როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, ცხადი არის, რომ ამ კანონის მიღების მიზანი არ არის გამჭვირვალობა, ხო? ეს არის შეფარული მიზანი, რომელიც რეალურად მიზნას ისახავს განსხვავებული აზრის, კრიტიკული აზრის ქვეყნიდან გაქრობას. იმ პირობებში მით უმეტეს, როდესაც ჩვენ არც ერთი უწყება არ გვყავს დღეს საქართველოში დამოუკიდებელი, არც ერთი ინსტიტუტი არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რა თქმა უნდა, სავსებით ლოგიკური არის და ცხადი არის, რას ემსახურება აი ამ კანონის ასე პირდაპირ გადმოტანა და სიტყვასიტყვით თარგმნა.
83 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ამ კენჭრის შედეგად დაუბრუნდა 307 პრიმა მუხლი, რომელიც სამშობლოს ღალატს ითვალისწინებს. სახელმწიფო ღალატის სახელით ეს სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი ისედაც არსებობდა 2007 წლის აპრილამდე, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ერთიანობმა ნაციონალურმა მოძრაობამ ეს მუხლი ამოიღო. ქართული ოცნების დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამას ჰქონდა ვიწრო პარტიული ინტერესი და მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ მათ შორის აიცილებინა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურაც და ჩაედინა, როგორც ისინი აფასებენ, სხვადასხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვადასხვა ქმედება. 307 მუხლი მაშინ განსაზღვრავდა ისეთ ქმედებებს, რომლებიც იყო მაგალითად ჯაშუშობა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, შეთქმულება, ამბოხება, საბოტაჟი ან სხვა. 307 მუხლის დაბრუნებას და სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას იურისტებიც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და აცხადებენ, რომ ამგვარად ოცნების მიზანია ოპონენტებს აგენტების იარაღი მიაწოდებონ, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც ყოველდღიურად უკვე 97 დღეა პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დგანან და მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და პატიმრობიდან დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას. სახელმწიფოს დაცვა ღალატისგან ეს არის თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულება. დღეს ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომელიც ცდება უბრალოდ სამართლებრივ ცვლილებებს. ეს არ არის მხოლოდ მუხლის დამატება სისხლის სამართლის კოდექსში, ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტური დაცვის საკითხი. გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს, როგორი საქართველოს სურს დავუტოვოთ მომავალ თაობებს, რადგან ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც სახელმწიფო სამშობლოს ღალატთან საბრძოლველად სამართლებრივ მექანიზმებს კარგავს, ის საკუთარ მომავალსაც საფრთხის ქვეშ აყენებს. სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია არა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, არამედ მორალის, ეთიკის და ისტორიის თვალსაზრისითაც. ღალატის პობს ნდობას სახელმწიფოსა მოქალაქეებს შორის ანგრევს იმ საფუძვლებს, რომელზეც ვაშენებთ ქვეყანას. რეალურად ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც ცდილობს, რომ კანონმდებლობით შეფუთოს თავისი რეპრესიული პოლიტიკა და კონკრეტული ქმედებები მოაქციოს სწორედ კანონმდებლობის ჩარჩოებში, რაც რა თქმა უნდა ყოველგვარი პრინციპებს, დემოკრატიულ პრინციპებს და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იგივე რუსეთში მოქმედებს ხო მსგავსი მუხლი და არაერთი ადამიანი დააკავეს და დააპატიმრეს ხო აი ამ მუხლის ბრალდებით. ჩვენ ნახეთ, რომ არაერთი ადამიანი, მათ შორის რომელიც დღეს არის დაკავებული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მუხლით, ძალიან ზოგადი ბრალდებები არის, სადაც არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს რეალურად აი ამ კონკრეტული ბრალდებების და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათ მიერ მსგავსი ინიციატივები ლოგიკურ დასკვნას აჩენს და რომ ესეც ისევ და ისევ თავიანთი რეპრესიული პოლიტიკის გამტკიცებას ემსახურება. რაც შეეხება მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, დღეს ქართულმა ოცნებამ ამ ცვლილებებსაც უყარა კენჭი და არც ერთი მოწინააღმდეგე არ ყოლია ამ კენჭის ყრას პროცედურასაც. როგორც ცნობილია, მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებების ერთი ნაწილის თანახმად, ტელი და რადიო მაუწყებლებს აეკრძალებათ უცხოური დაფინანსების მიღება. მიზეზად ოცნება მიიჩნევს, რომ იმ გარემოებას, რომ მედიას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის და უცხოური დაფინანსებას, როგორც მათ შორის არჩილ გორდულაძე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, უცხოური ინტერესებიც მოჰყვება. ცვლილებათა მეორე პაკეტში კი თავმოყრილია ის ცვლილებები, რომლებიც მაუწყებლებს კონკრეტულად კი ტელევიზიასა და რადიოს ფაქტების ჯეროვანი სიზუსტისა და სამართლიანობისა და მიუკერძებლობის მიმართულებებით ახალ შეზღუდვებს უწესებს. მეორე კანონპროექტის პაკეტის თანახმად მაუწყებლებს დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და მათ შორის შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებსაც, თუ ახალი ამბების გაშუქების დროს სამართლიანობის და მიუკერძებლობის პრინციპი არ იქნება დაცული და ასევე თუ ახალი ამბების საკითხების გაშუქების დროს არ იქნება დაცული ბალანსი. ეს მხოლოდ ნაწილია იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, რომლებიც უნდა შევიდეს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ მაუწყებლობის შესახებ კანონში. აქაც საუბრობენ უფლებადამცველები, რომ ეს არის რუსული სტილის კანონმდებლობა მათი თქმით და 2012 წელს ვლადიმერ პუტინმა სწორედ ამ ფორმით დაიწყო მედიის შეზღუდვა რუსეთის ფედერაციაში. მათი თქმით, პირველი დარტყმა იქნება მიყენებული სწორედ რეგიონულ მაუწყებლებზე, რომლებთა ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ უცხოური გრანტები არის. შესაბამისად, ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანით შეიძლება იყოს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაქრობა და
ამ კანონის საბოლოო მიზანი იქნება ის, რომ დეზინფორმაცია, რასაც პარტიული ტელევიზიები განსაკუთრებით ხო ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ავრცელებენ საზოგადოებაში, კიდევ უფრო გამტკიცდეს და იმის საპასუხოდ თუ კი აქამდე ადამიანს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ სხვა განსხვავებული ობიექტური ინფორმაცია მიეღო და შემდეგ თავად განესაჯა, ამისი შესაძლებლობას ფაქტობრივად აი ამ კანონ პროექტის მიღების შემდეგ შეიძლება საზოგადოებას აღარ ჰქონდეს. ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს იგივე შედეგს, რაც მაგალითად რუსეთში არის დღეს აღარ არსებობს ხო ფაქტობრივად დამოუკიდებელი მედია არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით პირობითად იმუშავებს ან რაღაც გარკვეულ კრიტიკულ და ობიექტურ აზრს გაავრცელებს და შესაბამისად მთელი აი ეს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, დაინიცირებული კანონ პროექტები, უკვე მიღებული კანონები და აღსრულება თავად აი ამ კანონების, ხო, როგორ ხდება, რა თქმა უნდა, ერთადერთი ნათელი მიზანი ქართული ოცნების ამ შემთხვევაში სწორედ არის ის, რომ ებრძოლოს და საერთოდ გააქროს კრიტიკული აზრი და განსხვავებული აზრი ზოგადად ქვეყანაში და მედიასაც იმიტომ ხედავს განსაკუთრებით საფრთხისწყალით, რომ სწორედ მედია არის ის ინსტიტუტი საქართველოში დღეს, რომელიც თუნდაც მას კორუფციულ სქემებზე მუშაობს. დიტო, კიდევ რა განცხადებები გააკეთეს დღეს დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში, ესეც რომ გითხრათ და ხომ არ იყო მათ შორის საუბარი სხვა ცვლილებებზეც? როგორც ცნობილია, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება ჯერჯერობით არ ეხება ონლაინ მედია საშუალებებს, თუმცა ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ ამ მიმართულებითაც შემოიღონ დამატებითი რეგულაციები. დღესვე ხალხის დალის ერთ-ერთმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელები მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მეინსტრიმულ ინფორმაციის მიღების საშუალებად და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ კარგი იქნება მისი შეფასებით თუ დაიწყება ამ სფეროს რეგულირებაც, რათა მოქალაქეთა ღირსება, ასევე ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შევაწყობა კი იყოს დასჯადი. მანვე მოიყვანა გერმანიის და საფრანგეთის მაგალითები და ერთ-ერთი მაგალითი გაიხსნა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შევაწყობილად მოხსენიების გამო ერთ-ერთი მოქალაქე 3 წლით საპატიმრო დაწესებულებაში გაუშვეს, თუმცა სოზარ სუბარს და არც ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ განუმარტავთ გეგმავენ თუ არა სოციალური ქსელების რაიმე ფორმით შეზღუდვას ან ამ მიმართულებით რაიმე რეგულაციების დამატებით შემოღებას.